Ilya, congratulations on your world title. You already have a silver at junior level and now gold. How do you feel? მადლობა მოლოცვისათვის. დიახ, მე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში მეორე ადგილი დავიკავე. ეხლა კი 2 წლის შემდეგ მოვახერხე და დავიკავე პირველი ადგილი და გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. ეს შემთთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობა, რასაკიც არ უნდა იყოს ახალგაზრდები, დიდები თუ ჭაბუკები. მსოფლიო ჩემპიონობა იმას ნიშნავს, რომ შენ მთლიან პლანეტაზე ხარ პირველი ადამიანი. და ეს ძალიან კარგი გზნობა. You also have a world medal at senior level. What are the differences between that and being here? დიახ, მართალია, დიდებშიც მაქვს მსოფლიოზე მედალი, მაგრამ როგორც წერან თქვი, მსოფლიოს ჩემპიონობა ეს სულ სხვა რაღაც არის და კვარტალზე პირველ ადგილზე დგომა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ მართალია მესამე კარგი იყო დიდების მსოფლიოზე, მაგრამ ჩემპიონობით უფრო ხარობ და უფრო ვტკბები. In the semi-final today, you faced the Russian, who again you fought in Luxembourg, but today you came out on top. Tell us a little bit about this contest. დიახ, მატვეი კანიკოვსკი მართლაც კარგი ძიუდოისტია, მე დავმარცხდი ლუქსემბურგში ნახევარფინალში მასთან, მაგრამ დაუკვირდი ჩემს შეცდომებს მთელი ამ დროის მანძილზე ევროპიდან სოფლიომდე ცდილობდი გამომესწორებინა და როგორც ხედავთ გამოვასწორე კიდეც და დავმარცხე ნახევარფინალში. And you tell us that you don't get nervous. So how are you feeling before coming out for that final? არა, ეხლა როგორც წერან გითხარით, მთლად ცოტას ნერვიულობ, მაგრამ ეს ნერვიულობა არაფერში არ მისლის ხელს პირიქით ორგანიზმის მოსაბილიზებლად კარგიც არის. და დღეს, როდესაც ჩემპიონი გავხდი, ეს ნერვიულობა არც იყო ნერვიულობა, მე ასე ვიტყვი, ეს ნერვიულობა იმდენ სიხარულად გადაიქცა, რომ სიტყვები ზედმეტია. Well, thank you very much and congratulations on your title. Madloba. მადლობა.